21 მარტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთიანდება. Ამ კამპანიას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად შეუერთდა. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ბაგა-ბაღებში მიღების შესაძლებლობა, რომლებიც გასულ წლებში ვერ რეგისტრირდებოდნენ საბავშვო ბაგა-ბაღებში, თუ მათი ასაკი აღემატებოდა 6 წელს. 2014 წლის სექტემბრიდან მშობლის სურვილისა და ექიმის დასმა რეკომენდაციის საფუძველზე კი შესაძლებელია 6-დან 7 წლამდე ასაკის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ჩაართვა სააღმსდელო პროცესში. თბილისის ბაღებში არის ერთიანი სივრცე აღსაზრდელებისთვის, მათ შორის დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვებისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ბავშვებიდანვე ხდება მცირე ასაკიდანვე ხდება მათი ინტეგრირება ერთიან სივრცეში და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბაღი, რომელიც შენდება და უახლოეს მომავალში იქნება აშენებული, მათთვის გათვალისწინებულია მსგავსი ტიპის შესაძლებლობები. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ინტეგრაციისთვის ისეთი ბავშვები, რომლებიც საჭიროებდნენ თქვათ 6 წელზე მეტი სიკვდილი და შესაბამისად ისინი ბაღში დარეგისტრირებას ვერ აკეთებდნენ, საკრებულოს გადაწყვეტილებით ეს ახალი ადმინისტრაციის პირობებში